მშვიდობის აუცილებლობა საქართველოსა და მსოფლიოში სიყვარულის არასწორი გაგება და სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება, ქრისტიანული ღირებულებების დაცვა და შობის დღესასწაულის მნიშვნელობა. კათოლიკოს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მიმოიხილავს. ყურადღება 325 წლის ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრების მნიშვნელობაზეა გამახვილებული, რის შემდეგაც ზუსტად 1 წლის თავზე 326 წელს საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა აღიარა. არაერთი კულტურული და მსოფლმხედველობითი გამოწვევის ფონზე კი ხაზგასმულია, რომ ქართველი ერის სიძლიერე ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას და სულიერ და სამოქალაქო წესრიგს ეყრდნობა. ამის მიუხედავად პატრიარქის თქმით, თანამედროვე ადამიანი უფლის მიერ ჭეშმარიტებას ხშირად ვერ წუდება და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვის მიერ მიწიერ კეთილდღეობაზე. უფლის მოწყალებით კვლავ დადგა ყველაზე იდუმალი ჟამი. ჟამი იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინებისა. ეს ყველაზე დიდი სიახლეა სამყაროს შექმნიდან დღემდე მომხდარ და მომავალშიც მოსახდენ სასწაულთა შორის. რადგან ვერაფერი შეედრება წუთის სოფელში დაუსაბამო ღმერთის ხორციელად შობის საოცრებას. ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ, მისნი ვართ, დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი. ამიტომაც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი. ჩვენ კი რით პასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას. სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი იმ რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან, ანუ პირველი საუკუნიდან დაითესა ჩვენს ერში. დღეს, როდესაც არაერთი კულტურული და მსოფლმხედველობითი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 325-326 წლების მონაკვეთი და ისტორიული თანხმადრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველი ერის სიძლიერე ეყრდნობა ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას, სულიერ და სამოქალაქო წესრიგს და იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1700 წლის წინ შეუდგა. ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალში ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც. მაგრამ თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წდება უფლის მიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვის მიერი მიწიერ კეთილდღეობაზე. ან სწორად როგორ წარმართოს თავისი კეთილდღიურობა. საშობაო ეპისტოლეში საუბარია იმის შესახებაც, რომ მაცხოვრისგან განდგომის და მისი უარყოფის მცდელობები ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდან მოყოლებული ყოველთვის იყო, ხდებოდა და ხდება მცნებების დამახინჯება, მორწმუნეთა დაცინვა და სიწმინდეების შეურაცხყოფა. აღნიშნულის დღემდე გაგრძელება კი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანთა ნაწილი ცოდვილ ცხოვრებას შეეგუა და სულიერ სიცოცხლეზე არ ფიქრობენ. და იშვა მხსნელი იესო, მაგრამ ბეთლემში სიკვდილის დამდგომელის მოვლენებას ქვეყნის მმართველნი სიხარულით არ შეხვედრიან. პირიქით, მისი მოკლა იქცა მეფე ჰეროდეს მთავარ მიზნად, რადგან მასში თავისი ძალაუფლების დამხობის საშიშროებას ხედავდა. ამიტომაც ჰეროდეს ბრძანებით 1000-ობით ჩვილყრმას სიცოცხლე მოუსწრაფეს იმ იმედით, რომ მათ შორის აუცილებლად იქნებოდა იესოც. მაცხოვრისგან განდგომის და მისი უარყოფის მცდელობა პირველი საუკუნიდან მოყოლებული სხვადასხვა სახით გამოვლენილი დედამიწაზე ყოველთვის იყო. ამახინჯებდნენ მის მცნებებს, დასცინონდნენ მორწმუნედ, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს, ან საერთოდაც ქადაგებდნენ უღმერთობას. ეს ყოველივე ნათლად მეტყველებს კაცთა მოდგმის დიდი ნაწილის მეტად სამწუხარო მდგომარეობაზე. იმაზე, რომ ისინი არა მხოლოდ შეეჩვივნენ ცოდვას, არამედ ცოდვასთან ერთად ყოფნა მოსწონთ. იმდენად შეეთვისდნენ თავი დაცემულ მდგომარეობას, რომ გამოსწორების სურვილი აღარ აქვთ და მარადიული სატანჯველისთვის წირავენ თავს, რადგან ასე ყოფნა სურთ. ყველაზე საშიში სწორედ ეს არის, როცა სულიერი სიკვდილის შინაურდება და ნამდვილი სიცოცხლე უცხო ხდება.
პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში ხაზს უსვამს, რომ იესო ქრისტემ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდა. ილია მეორის თქმით, ეშმაკის მხრიდან სხვადასხვა განსაცდელია მომზადებული და ადამიანები ვერაც ცნობიერებენ, რას ემსახურებიან. მაგალითისთვის მოყვანილია სიყვარულისა და თავისუფლების არასწორი გაგება და ცოდვის, სიყვარულთან გაიგივების მცდელობები. ეპისტოლეში ასევე სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობებზეცაა საუბარი. მაცხოვარ ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს თუ ბოროტი. წარმატებული თუ წარუმატებელი, მდიდარი თუ ღარიბი, გონიერი თუ უგუნური. ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი, ეს ერთადერთი, მაგრამ სინამდვილეში მრავლის მომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესაძლებლად. უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე ჩვენს მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიაზროთ და მისნი გავხდეთ. ერთი შეხედვით თითქოს იოლია ამ ცნების ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი სასწური და მახია დაგებული. და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით საკუთარი თავი კი მართალი გონია. მაგალითად დღეს სიყვარულზე და თავისუფლებაზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინ ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ. სიტყვის თავისუფლებას ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინ ჩედებს სიმართლის გზით უფლისაკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას. ვინც ნებისმიერ ადამიანში ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს. კათოლიკოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობაზე, ომების გაჩაღებასა და უიმედობისა და შურის დასრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. ილია მეორემ მრევლსშობა მიულოცა და დალოცა. ქრისტეს სახარებით გახარებულო, ზეციური მადლითა და უფლის წყალობით დაღწილო რჩეულო მართლმადიდებელო ერო, ცხოველმყოფელი რწმენით, იმედითა და სასუფევლით დამკვიდრების სურვილით აღძრულო სამწყსო, კიდევ ერთხელ გილოცავ ცისა და ქვეყნის მოლოდინის გამობწყინებას, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობას. დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლის ღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვაწლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სულით და გული, ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართო წმინდა მიწისკენ, რათა ქალდეվել მოხდა და ბეთლემში მყოფ წყემსებთან ერთად ანგელოზთა გუნდს შევუერთდეთ, ჩვენი ხმად და სიხარულით აღმოვთქვათ დიდება, მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემ შობილო ყრმაო, ყოვლა წმინდა ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაღლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო. მკვიდრნი მაშინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ ყოფნი თანამომამულენი, მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს. საშობაო ლიტურგიას, სადაც მრევლს პატრიარქის ეპისტოლე არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააცნო, ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, გლობალური გამოწვევები, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ჩვენი ერის გაერთიანებაზე, წმენა მოგვიყვანა აქამდე, რომ შეუძლებელია დღეს საქართველოს წარმოდგენა ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეშე. სწორედ ეს შერწყმა არის ჩვენი სამშობლოსი ქრისტიანობასთან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს გარშემო, ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი და ასეც გაგრძელდება.
პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით ისაუბრეს მმართველი პარტიის წევრებმაც. ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ რადიკალიზმის წახალისება და მისი დაფინანსება აქტიურად ხორციელდებოდა. გარეძალების და მათი წარმომადგენლებისთვის მოსმენის ნაცვლად კი საზოგადოებამ დასკვნები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს. დღეს ვხედავთ ჩვენ რომ სამყაროში მიდის გამოფხიზლება და უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლამ და ახალი ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო ეს, რომელმაც სრულად ჩახსნა ფსევდო იდეოლოგიების დაფინანსება და ამითი მიეცა ყველა შესაძლებლობა რომ ხმამაღლა ისაუბროს რომ გაფეტიშება არაფრის არ შეიძლება. მათ შორის არც სიტყვის, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი მათ შორის როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ. და ამისი კარგი მაგალითი არის საქართველოს ზიზღი, ბოღმა, თავდასხმა სიტყვიერი არათუ რაღაცნაირად დაშვებული იყო, არამედ ამის მისალმება ხდებოდა და დღემდე ხდება ზოგიერთი ევროპელი ელჩისგან თუ ევროპელი დონორი ორგანიზაციისგან. ეპისტოლე ასაკვირველია საერთო საკაცობრიო ფასეულობებს ქადაგებს, როგორც არის სიყვარული, ურთიერთგაგება. აი ამ ურთულეს სიტუაციაში, რაც სოფლიოში მიმდინარეობს, ადამიანებმა ერთმანეთისკენ გზა უნდა გამონახონ და ეს არის მთავარი ხაზი. სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არის, რომელსაც დაკარგეს განცდა აი ამ საშიშროებისა და საშიშროების დაძლევის ერთადერთი გზა არსებობს, რომ სწორედაც მიყვნენ იმ ტრადიციას, იმ რეალობას, რაც საქართველოში არის შექმნილი და საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული. როდესაც ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით გამოიყენება, პოლიტიკური გარკვეული მიზნისთვის გამოიყენება, დეзинფორმაცია, რომელმაც წალეკა მედია საშუალებები, გარკვეული მედია საშუალებები, რასაკვირველია ის არის, რომელიც ხელს უშლის ჩვენი საზოგადოების სიმშვიდეს. კათოლიკოს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეს ტრადიციულად ყოველ წელს ავრცელებს, სადაც მორწმუნეებს მიმართავს და მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.